საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ცნობილია გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჯანელიძე დაასახელა. რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის სრულშემადგენლობას უცვლელად წარუდგენს. გიორგი ფუტკარაძე განავრცობს ახლა თემას მოამბის ღია ეთერში. გიორგი, გისმენთ. მარიამ, წარდგენიდან თითქმის 30 საათის შემდეგ უკვე ცნობილია გიორგი კვირიკაშვილის არჩევანი, რაც ნიშნავს იმას, რომ მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელი შემადგენლობით რჩება. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ ცვლილებას და ნიშნავს იმას, რომ პირველი მოადგილე გიორგი კვირიკაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. მიხეილ ჯანელიძე არის 34 წლის, დაახლოებით 7 წლის განმავლობაში მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში 2011-2015 წლებში ეკავა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, მას შემდეგ სექტემბრიდან, რაც გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, მან დაიკავა პირველი მოადგილის თანამდებობა საგარეო საქმეთა მინისტრის სამინისტროში, ხოლო ამის შემდეგ უკვე ის იქნება მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ კი მას დაამტკიცებს პარლამენტი და ასევე დაამტკიცებს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. როგორც ჩანს, ღარიბაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მთავრობის საგარეო პოლიტიკა ეკონომიკაზე გადის, კვლავ ძალაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები განსაზღვრავენ ახლა საგარეო პოლიტიკას იმ გუნდთან ერთად, რომელიც აქამდე ღარიბაშვილთან ერთად მუშაობდა. უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ის ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია იმ არსებულ გუნდთან მუშაობა, არა გეგმავს არანაირ ცვლილებებს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში რაიმე ტიპის ცვლილებები განხორციელდება, ოღონდ ეს მას შემდეგ, რაც მთავრობის არსებული შემადგენლობა დამტკიცდება, ის მადლობას უცხადებს ნდობისთვის საპარლამენტო უმრავლესობას. ახლა კი მთავარი მოლოდინი მისი, როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, არის ის, რომ პარლამენტმა დაამტკიცოს ახალი მთავრობა. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც კომენტარებში აცხადებდნენ, რომ ელოდნენ რამდენიმე მინისტრის ცვლილებას, მათ შორის საუბარი იყო 3 ან 4 მინისტრზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთადერთი მინისტრი შეიცვლება. ყველა სამინისტროსთან არის შენიშვნა, არის რა თქმა უნდა ცალკეული მინისტრები, რომლებიც მეტნაკლებად უკეთესად ართმევენ თავიანთ საქმეს, მაგრამ სამწუხაროდ მთლიანობაში მინისტრთა კაბინეტი იყო არაეფექტური და ახალმა პრემიერმა უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში ეს. იუსტიციის მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტისთვის, იმიტომ რომ სამართლებრივი რეფორმები ქვეყანაში ჩაფლავდა. უფრო ადვილი არის ალბათ ვთქვათ, რომ აი სერგეენკო არის ალბათ ერთადერთი ადამიანი ამ მთავრობაში, ვისაც ვერ ვიტყვით ახლა რომ 3 წელი უსაქმურობდა. მინისტრთა კაბინეტი უნდა იყოს გარდამავალი ეტაპი, რომ არჩევნებამდე მივიდეს მშვიდად ჩვენი ქვეყანა. აი ეს რესურსი თავად ბატონ კვირიკაშვილს აქვს. ასეთია ოპოზიციის შეფასებები, ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, რაც შეეხება უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებს დაემშვიდობა ფოტოებს, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, გავრცელდა Facebook-ის გვერდებზე და კანცელარიის თანამშრომლების მიერ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ ფოტოგრაფებს ემშვიდობება და ფოტოს უღებს ამ კადრებში, რაც შეეხება უკვე მის სამომავლო გეგმებს, როგორც გუშინ პირველ კომენტარში ღარიბაშვილმა განაცხადა, მისი სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე დასვენებას უკავშირდება, როდის დატოვებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს ჯერჯერობით უცნობია. კვირიკაშვილი უკვე აქტიურად ემზადება ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის და ახალი მინისტრთა კაბინეტი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უკვე 29 დეკემბერს დამტკიცდება. მადლობა გიორგი, გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.